გამარჯობა. ოდესმე თუ დაფიქრებულ ხართ, რის თქმა შეუძლიათ აი ამ უძველეს ქვებს. იცით, საქართველოს ისტორია ხომ მხოლოდ წიგნებში არ წერია. ის პირდაპირ მის არქიტექტურაშია ჩაბეჭდილი. ხო და მოდით დღეს სწორედ ამ ქვის მატიანეს ჩაუგმავდეთ და ვნახოთ, რას გვიყვება. აი შეხედეთ, თითქმის 15 საუკუნეა, რაც ჯვრის მონასტერი ამაკად გადმოჰყურებს ძველ დედაქალაქს. და ეს იცით, უბრალოდ შენობა ნამდვილად არ არის. ეს არის სიმბოლო. კულტურული გარდატეხის, რაღაც სრულიად ახალი ეპოქის დაწყების სიმბოლო. და ის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ინახავს თავის კედლებში. და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი კითხვაც. აი ამ ქვებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ, რას მოგვიყვებოდნენ? მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ისტორიული დეტექტივები ვართ და შევეცადოთ ამუხსნათ ის საიდუმლოებები, რომლებიც ამ ქვებშია ჩატოვებული. რა სიტყვით? იცით, ყოველი ქვა, ყოველი თაღი თუ ორნამენტი, ეს რაღაცნაირად ექოა წარსულიდან. ეს არის მთელი ვიზუალური ენა, რომელიც გვიყვება არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ აშენებდნენ, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმაზე თუ რისი სწამდათ, რაზე ოცნებობდნენ და რა იყო მათთვის ყველაზე მთავარი. ასე რომ მოდით ამ ნაკვალებს გავყვეთ. წარმოიდგინეთ, რომ თითოეული ეს ძეგლი წარსულის მიერ დატოვებული კვალია, ხო? და სწორედ ეს კვალი გვეხმარება, რომ აღვადგინოთ ის დიდი ამბავი, რომელიც თითქოს ჩვენ გარშემოა გაფანტული. კარგი, მზად ხართ? მოდით ახლა დროში ვიმოგზაუროთ და ჩვენს ამბავს დავიწყებთ ყველაზე ადრეული, ყველაზე იდუმალებით მოცული პერიოდიდან. იმ ეპოქიდან, სანამ აქ ის რწმენა შემოვიდოდა, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. უბრალოდ შეხედეთ ამ კოლოსალურ ნაგებობას. ეს დოლმენია, წარმართული ეპოქის მუნჯი მოწმე. აი რომ უყურებ, მისგან თითქოს რაღაც პირველყოფილი, მისტიკური ძალა მოდის, არა? ეს ძეგლი ეკუთვნის იმ სამყაროს, რომლის შესახებაც მართალი გითხრათ, დღეს ძალიან ცოტა რამ ვიცით. და რა არის საერთოდ ეს დოლმენი? მარტივად რომ თქვათ, ეს არის გიგანტური ქვებით აგებული სამარხი. და რაც საინტერესოა, იცით, ასეთი ნაგებობები მთელ მსოფლიოშია მიმოფანდული და თითოეული მათგანი, რაღაც უძველესი კულტურების საიდუმლოებებს ინახავს. და აი, აქ დგება მომენტი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს ისტორიას შუაზე ყოფს. ქვეყანაში შემოდის სრულიად ახალი რწმენა, ქრისტიანობა და ამასთან ერთად იწყება წარმოუდგენელი რადიკალური კულტურული ტრანსფორმაცია. აი ეს ვიზუალური კონტრასტი მგონი ყველაფერზე უკეთ მეტყველებს. შეხედეთ. ერთ მხარეს გვაქვს წარმართული ეპოქის უხეში მასიური დოლმენი. მეორე მხარეს კი ქრისტიანული ხუროთმოწყურების დახვეწილი თითქოს ზეცისკენ აზიდული ფორმები. ეს ხო უბრალოდ სტილის ცვლილება არაა, ეს არის მთელი მსოფლმხედველობრივი რევოლუცია. პირდაპირ ქვაში გამოხატული. და ეს ქრონოლოგია ძალიან კარგად გვიჩვენებს ამ კულტურული აფეთქების მასშტაბს. დააკვირდით, ქრისტიანობის მიღების შემდეგ თითქოს რაღაც შემოქმედებითი ენერგიის კარიბჭე გაიღო. სულ რამდენიმე საუკუნეში იქმნება შედევრები, რომლებიც დღემდე აი პირდაპირ მნიშვნელობით განსაზღვრავენ ქვეყნის კულტურულ ლანდშაფტს. კარგი, მას როგორ გამოიყურებოდა ეს ახალი კულტურული სამყარო? მოდით ახლა უფრო ახლოდან ვნახოთ ის წარმოუდგენელი შედევრები, რომლებიც სწორედ ამ ახალმა რწმენამ შთააგონა. და აი ეს არის რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ წინაშეა კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ხელოვნების ნიმუში. ბიჭვინთის ცნობილი იატაკის მოზაიკა. უბრალოდ მისი დახვეწილი დეტალები და სიმბოლიკა გვიჩვენებს, თუ რა წარმოუდგენლად მაღალ დონეზე იდგა აქ ხელოვნება, თანაც ახალი რწმენის დამკვიდრების პირველივე საუკუნეშივე. ერთი წამით, უბრალოდ დაფიქრდით, ეს მეოთხე საუკუნეა. ანუ, ეს არ არის უბრალოდ რაღაც ძველი არტეფაქტი. ეს ნამუშევარი შექმნილია ზუსტად იმ დროს, როდესაც იბერია, ანუ აღმოსავლეთ საქართველო, ქრისტიანულ ქვეყნად ცხადდებოდა. ეს არის ამ ისტორიული მოვლენის პირდაპირი ხელშესახები მოწმე. და იცით, აქ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ის, რომ ეს მოზაიკა მთლიანად ადგილობრივი მასალით და ადგილობრივი ოსტატების ხელითაა შექმნილი. ეს რას გვეუბნება? იმას, რომ აქ უკვე არსებობდა ძალიან ძლიერი თვითმყოფადი კულტურა და ხელოვნების სკოლა. ეს არ იყო უბრალოდ გარედან შემოსული გავლენა, არამედ რაღაც საკუთარი და უნიკალური. რა თქმა უნდა, არქიტექტურა ამ კულტურული აღმავლობის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. მის პარალელურად, როგორც ხედავთ, საოცრად ვითარდებოდა ხელოვნების სხვა დარგებიც. მათ შორის აი ეს უნიკალური ჭედურობა ან კედლის მხატვრობა. თითოეული მათგანი თავისებურად იმ ეპოქის სულიერი და მხატვრული ძიებების ანარეკლია. და სწორედ ასე, ყველაფრის შერწყმით, მონუმენტური ტაძრების, აი იმ უძველესი მოზაიკების და დახვეწილი ჭედურობის, ნელ-ნელა იჭედებოდა სრულიად ახალი, თვითმყოფადი ეროვნული იდენტობა. და ბოლოს,
მივედით მთავარ კითხვამდე. როგორ უკავშირდება მთელი ეს მდიდარი ისტორია დღევანდელ საქართველოს? მოდით ვნახოთ რა არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ამ ეპოქამ დაგვიტოვა. ეს ბანას ტაძრის დიდებული ნანგრევებია. და ეს სურათი თით მხოლოდ სევდიანი არ არის. ის გამძლეობაზე მეტყველებს, დროის მსვლელობაზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება ნანგრევიც კი იყოს არა უბრალოდ წარსულის რელიკვია, არამედ თანამედროვე იდენტობის ნამდვილი საძირკველი. ალბათ, მთელ ამ არქიტექტურულ მემკვიდრეობას იდეალურად აღწერს ეს ფრაზა. ეს მხოლოდ ნანგრევები არაა. ეს ერის ცოცხალი სულია, ქვაში დაწერილი. და ეს სული იცვით დღესაც ცხოვრობს. ის დღესაც გვიყვება იმ ადამიანების ამბავს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა. ჩვენ, ფაქტობრივად, შევეცადეთ ამოგვეკითხა ისტორია, რომელიც ქვებში იყო ჩაწერილი. ახლა კი მგონი ღირს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დაუფიქრდეთ, რას ვაშენებთ ჩვენ დღეს. რა არის ის, რაც ჩვენს ამბავს 1000 წლის შემდეგ მოჰყვება, რას დავწერთ ჩვენს ქვებზე.